ყველა სტროფი, ყველა წყარი, რომელსაც წერ უნდა ვიყო მე და არც ერთი გამიცვლა. თემო შენგელაიამ ლექსი პირველად 12 წლისამ დაწერა. წერის ნიჭი კი საკუთარი გვარიდან გადმოეცა. წერს მისთვის აქტუალურ თემებზე, როცა თავს ძალიან კარგად ან პირიქით, ძალიან ცუდად გრძნობს. თავად ამბობს, რომ ავტორია, არის თუ არა პოეტი, ამას ეპოქა გადაწყვეტს. პოეზიაში მოდაში არის ნარცისიზმი, რაც არის აბსურდი და სისულელე. როგორც სუიციდი არის გამოგონილი პოეტებისთვის, აგრეთვე არის, პოეტი არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც აქვს ნიჭი და განსხვავდება სხვა ადამიანებისგან იმით, რომ უბრალოდ ხატონად შეუძლია საკუთარი აზრები გადმოიტანოს ფურცელზე. თემოს შემოქმედება პოპულარობით სარგებლობს. 17 წლის ასაკში დაწერილ ლექსს წუთში წამი გაჩერდა, სოციალურ ქსელში 150,000-ზე მეტი ნახვა აქვს. გულშემატკივრების ნაწილთან მეგობრობს. პოეზიის საღამოებზეც ხშირად იწვევენ. რადიო ათინაც გაუმხილა, რომ მალე ახალი კრებულის გამოცემა უნდა. სამომავლო გეგმები კი პოეზიასთან ერთად მის პროფესიასაც უკავშირდება. თემო იურისტია და ილიას უნივერსიტეტში სამართლის ლექციებს და კითხულობს. კრებულს რაც შეეხება, იქნება სახელი არ მომიფიქრებია, მაგრამ ალბათ პოეზია კისუსებიდან რაღაც ეგეთი ეთმება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პატიმარი არის, ვინც წერს ძალიან მაგარ ლექსებს და ამ კრებულში იქნება პირველი ნახევარი ალბათ ჩემ ლექსებს დაეთმობა და დანარჩენებს ამოვკრიბავ პატიმრებიდან, პატიმრების ლექსებიდან. თვალები გეტყვის, ეს მისი ჯერჯერობით ერთადერთი კრებულისა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლექსის სახელწოდებაა. ამბობს, რომ საკუთარი შემოქმედებიდან ვერც ერთს გამოარჩევს, თუმცა ეს ერთ-ერთია იმ ლექსთაგან, რომელიც მკითხველმა ზუსტად ისე მიიღო და შეიყვარა, როგორც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული. თვალები გეტყვის, თუ ჩახედავ, რა ქვია ტკივილს და შენს გარეშე ცხოვრებაზე ატირდებიან. თუ შეიძლება გამოძებნო რამესთან წილი, ეს პირველ რიგში უღიმღამო ამინდებია. გავდივარ სახლებს, შენს გარეშე დგება მაისი და ხალხით სავსე ყველა ქუჩა ცარიელია. დღევანდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი და კიდევ ერთხელ დაგივიწყებ ამიერიდან. დღეს ხალხით სავსე მონასტერშიც არავინ იდგა, ვწოდავ და ღმერთმა მაპატიოს ვერც მას ვამჩნევდი, რადგან მტკიოდა, ისე როგორც ყოველ დღე მტკივა. როცა შემთხვევით წამომცდება შენი სახელი, ბრუბლებით ცაზე, შენს თვალებს გავს ატირებამდე და ჩემი გული ჯვარცმის მერე იესოს ხელებს დამამშვიდებდე, მომაწვდენდე ხელებს მხრებამდე სხვა დანარჩენი გეფიცები მე არ მაღელებს და ასე ვცდილობ, უშენობა ამოვიკენსო, მიყვარხარ, ვიცი სითავხედე ქვია ამასაც, ჩემს სიყვარულში ჯვარზე გაცვი როგორც იესო და მაინც ბედავ შენს ხელმარჯვნივ გავდე ავაზაკს და ბრუნდი, ასე გელოდები ხელებ გაწვდილი, გავარ ლოცვის დროს წამოცდენილ უაზრო სიტყვას და სიყვარული როდისაა იცი ნამდვილი, როცა არ უნდა გიყვარდეს და შენ მაინც გიყვარს.